მოგესალმებით მეგობრებო. იგი ლოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, სეზონის გახსნას. Აბა წარმატებული და კარგი სეზონი ყოფილიყოს ყველა თქვენგანისთვის ეს ჩვენი წელი, ნადირობის სეზონი. აქედან მიულოდო ჩემი მეუღლის ასევე დაბადების დღეს, რომელსაც დღეს აქვს დაბადების დღე. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, გახარებას და ყველაფერს კარგს უსურვებ, რა თქმა უნდა, ჩემთან და ჩვენს ორ პატარასთან ერთად. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, ჩვენ სეზონს ხსნით მე და გოგა, რომელიც შემოგვერდება სულ ცოტა ხანში, ცოტა ადრე მომიწია მე მოსვლა. ველოდები. ალბათ ყველას აქვს ხოლმე ძილის პრობლემა და მეც იგივე პრობლემა მქონდა სეზონამდე. წინა ღამით ვერ ვიძინებ ხოლმე, არა მეგვიძება და მოკლედ რავი, როგორც ხდება ხოლმე რა. მეც ანალოგიური პრობლემა მქონდა. ადრე ავდექი გამოვედი. ახლა მოვა გოგაც და წავალთ სანადიროდ. მივდივართ ჩემი ბრეტონით. უკვე იცით ჩემი ვიდეოებიდან. მე მაქვს იარაღი, ჩემი armsani 612-66 სანტიმეტრიანული და გოგა მოდის კიდე თავისი ფენომით. სხვა პრინციპში საათ ხსნით, ბარემ გეტყვით რომ ხსნით. სეზონს. ხსნით სეზონს. დაახლოებით ალავერდის მხარეს, ალბათ ანუ სავარაუდოდ მან ჩავალ, ან შეიძლება არმისკენ გავიდე და არმის მხრიდან შემოვიდე, ახმეტის რაიონია. ვაპირებდი ბოდბეში წასვლას, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი არის იქით მხარეს წასული და მე კიდე არ მიყვარს ესეთ ქაოსურ სიტუაციაში ნადირობა, მირჩენია წყნარ დამშტად ვინადირო. თუ მოვახერხებ მერე შუაკვირაში გავალ სანადიროდ ბოდბეში, როცა ნაკლები ხალხი იქნება და არც ეგეთი ამბავი არ იქნება რა. წერი, როგორც ვიცი, საკმაოდ არის. ნახოთ აბა დავალდოთ რა იქნება. აბა შევხვდებით უკვე მინდორში. შემოვედით, მეგობრებო, მინდორში. უკვე ხარი 6 საათი. აი ხაღა ნელ-ნელად ენდება. ნახოთ აბა რა იქნება. ხალხი საკმაოდ არის. ყველა მხარეს ხალხია, საერთოდ გაიხედოთ. ნახოთ აბა დღეს როგორ რას ვნახავთ, რანაირად ვნახავთ, რამდენი ამოგვივა. მაგრამ ცხელა დილიდანა. საიდან წავიდა? პირველი მწყერი მეგობრებო და სამწუხაროდ წაგვივიდა. არა უშავს, შეგხვდება კიდე რამე. ახი? დიჯმინი. დიჯმინი. მიდი. ო. მიდი. ჰამიდი. მიდი. მოიტა მიდი. მომიტანე. დიჯმინი. დიჯმინი. მიდი მანდარი, მიდი. მიდი. აი, კარი შედებილო შენ. აი. მოდი. აი. აუ, აჩა. პირველი მწყერი მეგობრებო, სეზონი გავხსენით. როგორც თქვი, რისა ამოვიდა ერთსალე. ოკეი, მეგობრებო. ვაკ არასასიამოვნო სიტუაცია. ანუ ახლა ადგილში ამოგვივიდა ორი ცალი ჩვენ და ორი ცალი ამოვიდათ, ვინც აქ ნადირობენ ამ მინდორში. ეგ იყო და ეგ რა. მე მგონი შევიცვლით ადგილს. ნახოთ დანარჩენი კიდე რა იქნება. ახი? გოგა, შენია. აპა. ფეხები დაკიდა. ჩავარდა მე მგონი, ახი? ახი მიდი. აი, სადღაც.
რა იყო? იპოვა? ხო გითხარი, ნახე. საიდანსად იპოვა ძმო, ხედავ შენ. ყოჩახ ჯესი, ყოჩახ. ყოჩახ, გოგო, ყოჩახ. ყოჩახ. ხედავ სად დავინახე ძმო, ჩამოვარდა მეთქი, ნახე. ესეც ხდება მეგობრებო. წავედით ჯესი ისევ ქვევით, წავედით. მოდი ჯესი, მოდი. მოდი. მეორე ავიღეთ. სამწუხაროდ ადგილების ძებნაში. ერთი ადგილი ვიპოვეთ, სადაც მე მგონი არავინ არ არის შემოსული და ნახოთ აბა რამდენს ნახავთ, როგორ ნახავთ და გავაგრძელებთ ნადირობას. მოგვედი. ნახე მიდი, აი. აჰა, ვიპოვე. ვიპოვე. ვერ დაინახე. ამას თან უჭირს სიარული აქ. დაიღალა თან ძალიან. ჰა? ან თუ გინდა გადავყვეთ და გავიდეთ აქედან. ჰა? გავყვეთ. გავყვეთ, გამოყვეთ და ქვევით ჩავიდეთ იმ ხესთან იქ დასალევი წყალი არის, გავგრილეთ და ის ლეღვებთან ნახოთ აბა და წავიდეთ თუ არა და. ნახე მიდი. ჰა? ხო. Тэжмэн. აბა. კარგად მოხვდა, აი კარგად. მიდი, ნახე მიდი. Тэжმэн. მომეჩი. Ყოჩ, კაი, მომე. კარგი. ვა. მესამე ავიყვანე მეგობრებო. ნახე მიდი. ჰა? აი, კიყო, აი. Okay. ნახე მიდი. Okay. ჰა? ეს მოდი ნახე. აი დედიკი. გავხეთ კეთბენაში. დედიკი მან. იდექი. მაგრამ ეხა როგორ მოვარო იქიდან? მიდი. დაგიძახ. სამწუხაროდ მეგობრებო. ვერ ვიპოვეთ ეს ერთი ცალი რავი. საჩავარდა ზუსტად ორიენტაცია. ვერ შევქენი აქვე, ვერ ავიღე ასე ვთქვათ რა. ხო და ვერ ვიპოვე. ერთ ცალი დაიკარგა. დიდად რაღაც შეიკარგება ხოლმე მწყერი, მე ეგ თემა არ მიყვარს. მაგრამ რა ვიცი ხა იქ სადღაცა ჩავარდა და გაიგე საჩავარდა ზუსტადაც რო არც ვერც დავინახე. ანუ აქეთ გადმოჩდა პატარა ტყიან ზოლს არ გადმოჩდა. ეგ ვერ დავინახე. ხო და სადღაცა კი ჩამგადმოვარდა აქეთ, მაგრამ სად არის წადი და გაიგე. ავასრულეთ ნადირობა. არც თუ ისე სახარბიელო შედეგი, თუმცა სეზონი გავხსენით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას.
დამიწერეთ კომენტარებში, მომიცოდი ყავით რა ნახეთ. მოკლედ ვისაც დაურეკე მე ვერავინ ვერაფერი ვერ ანახა. ჩვენ შევაჯამოთ 4 ცალი ავიღეთ, 1 ცალი დავკარგეთ, 1 ცალს ავაცინეთ. ეგ იყო და ეგ, ანუ სხვა მეტი მწყერი არ მოგფრენია. ხალხი ძალიან ბევრი იყო. როგორც ყველგან ალბათ. არა? მაგრამ არ იყო მწყერი სამწუხაროდ. დაალაიქეთ ბიჭო ვიდეო, გამოწერთ, მომავალი ვიდეოები უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ, სხვა გეგმები გვაქვს. აბა, ორი სიტყვით, გოგა. ეს ძალიან წარუმატებელი დღე იყო, მაგრამ არა უშავდა მომავალში. უკეთესი დღეებიც იქნება. ეგრე არის მეგობრებო, ყოველთვის შედეგს ვერ დავდებთ რა, 20, 30 რაღა და 20-ს ვერ მოკლავთ, ლიმიტზე ვერ ავალთ. თუმცა იმედი მქონდა რაღა დაგიმავალთ აქეთ რომ წამოვედით, მაგრამ არა უშავს. აბა მომავალ შეხვედრამდე.